სად გადის თქვენი აზრით ზღვარი ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე შემთხვევაში ღირსების დაცვას შორის და მეორე ჩაკითხვა მექნება აქვე რომელი უფლება არის თქვენი გადამოსახედიდან ღირსება არის თუ არა ის ხელშეუვალი და მეორე მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ ორიდან რომელია ხელშეუვალი? დიდი მადლობა ბატონ სანდროს პასუხს მოვისმენთ და დავასრულებთ. მთელი ეს იდეა რომ თურმე ეს ორი უფლება ერთმანეთთან წინამდებობაში უბრალოდ ცდარია და ტყუილია. მე მგონი იურისტები უნდა იცოდნენ, არანაირი დაპირისპირება ღირსებას და სიტყვის თავისუფლებას შორის არის. თქვენი პრობლემა ის არის მდგომარეობს. თქვენ უარყოფთ რომ ადამიანებს შეუძლიათ კონფლიქტი ერთმანეთში დამოუკიდებლად მოაგვარონ. როცა მაგალითად რელიგიური ლიდერი ან პოლიტიკური პარტიის წევრი გამოდის და რაღაც მოწოდებას აკეთებს ძალადობრივი ხასიათის, ასე ვთქვათ, რაღაც ცუდ სიტყვის ან ლანძღავს ვიღაცას. ამას ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში ექნება სიტყვიერი პასუხი. როცა შენ ინტელექტუალურად არ ხარ განვითარებული, რომ სიტყვიერად დაამარცხო, მერე მიმართა მუშტებს. ამაშია პრობლემა. ამიტომ ჩვენ ზოგადად ასე გვასწავლიან, ოჯახი იქნება ეს, სკოლა იქნება, რომ როცა ადამიანი ცუდად იქცევა, სიტყვით უნდა მოაგვარო ეს. ყველაფერი უნდა სცადო, იმით რომ სიტყვით მოაგვარო. ტერი რო არის ხოლმე სახელმწიფოებში შორის მტრები რო არიან, დიპლომატია იმიტომ არსებობს, რომ სიტყვით ეს გადალახო. უამრავი დაპირისპირება ჩვენ საზოგადოებაში იყო წარსულში და სიტყვით უნდა მოაგვაროთ. როცა სიტყვით ვერ ვაგვარებთ, მერე იწყება ძალადობა. ძალადობას უნდა აღკვეთო პოლიციით და ასე შემდეგ. ამიტომ ძალადობა არ იქნება ასეთი გამართლება, მაგრამ თქვენ ამბობთ, თქვენ თავიდანვე ამბობთ, რომ არსებობს რაღაც ვირტუალური ღირსება, ვირტუალური ადამიანის, რომელიც თვითონ არჩევის, თვითონ პრეტენზია არავის არ აქვს და პოლიცია თვითონ დაადგენს, რომ თუ ვიღაცის ღირსება შეილახა და მე სასამართლოში მიხვიდეთო და მე კიდე გეკითხებით, თქვენ რა მორალური უფლება გაქვთ ეს გააკეთოთ. მე საერთოდ არ მგონია, რომ თქვენ მორალური უფლება გაქვთ, რამე ვინმეს მორალი წაუკითხოთ, ხვდებით? იმიტომ რომ თქვენ თავარი ხართ სიტყვის ენის განვითარებაში ქვეყანაში. ხო და იმისათვის რომ ღირსებაზე ლაპარაკობთ, სადღეგრძელოებზე და სიტყვაზე, ადამიანის დაცვაზე, სად იყავით თქვენ, როცა თქვენი გუნდის წევრები სხვის იმას შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვა ადამიანებს. მაგალითები არის ის, თქვენ უარყოფთ ამას, მაყურებელმა ხო იცით, თქვენ ხატავჭერებმა ხო იციან. ნებისმიერ შეურაცხყოფა არის დასაგროვი. ცალსახად მაშინაც უნდა ახლა როცა თქვენივე გუნდის წევრს გააგდებთ პარტიიდან იმიტომ რომ ვიღაცას აგინეს აღიარებული აქვს ხო და როცა გააგდებთ პარტიიდან ხები რომ დაინახავენ მიხვდებიან რომ ის შეიძლება ასე ქცევა არ შეიძლება ასე ხდება ცივილიზაციაში მადლობა მოკლე რეპლიკა და დავასრულებთ პოლიციელი არაფერს შუაში არის იმიტომ რომ პოლიციელი დასჯა იმიტომ რომ საბოლოოში იქნება თქვენი პრივილეგია რომ თქვენ არ გაგინოთ და თქვენ სხვას აგინოთ ასე იყო ყველა ქვეყანაში ეს დიდი ხნის გამოცდილია და არაფერი ახალი ამაში არის. თქვენ არაფერი არ მოგიგონიათ, იმიტომ რომ ყველა რეჟიმი, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, საკუთარ ამით ამთავრებს. მე კი არ მიცავს თქვენი გუნდის წევრისგან. თქვენ გიცავთ უმეტესწილად სამართლიანი კრიტიკისგან.